ცნობილია ჩემო მეგობრებო, რომ ხელისუფლებამ მიიღო კანონი, რის შედეგადაც სოციალურ სივრცეში შეურაცხყოფა, ილსიტყვაობა იქნება დაჟანდი, ჯარიმები ყოველ შემთხვევაში და მერე ბოლო უკვე პატიმრობა არის. ერთი შეხედვით ამაში ცუდი არაფერია. მაგრამ ჩემი აზრით ძალიან რთული არის ზღვარი გაავლო შეურაცხყოფასა და სიტყვის თავისუფლებას შორის. მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა ჯერჯერობით სიტყვის თავისუფლებად არის მიჩნეული. მაგრამ მე მინდა იმ ადამიანებს, აბა გინება კაია, ამ ადამიანებს მინდა მივმართო, რომ რამ გამოიწვია ჩვენი საზოგადოების ასე გადაგვარება, რომ დიდი, პატარა, ქალი, კაცი, მოხუცებული, ახალგაზრდა თითქმის ყველა ისეთი ბინძური ტექსტებით მოძრაობს, რომ ღირსეული ადამიანისთვის გამეორება კი არა, გაგონებას კი უხერხულობას ქმნის. ჩემთვის შემზარავია იმ ფილმების საერთოდ არსებობა, სადაც უბინძურესი ტექსტებით ერთმანეთს მიმართავენ, მათ შორის მამა შვილს, ოჯახის წევრები ერთმანეთს. ფილმები იქნა გადაღებული. ასევე ბოლო 30 წელიწადია ჩვენს ქვეყანაში გენერირებულია, კულტივირებულია ლიბერალური იდეოლოგია, რომლის შედეგადაც ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ეს ლიბერალური იდეოლოგია, ლიბერალიზმის პროპაგანდა არის. მაგის მიზეზი, რომ მეტყველება ქართველი ადამიანის, დიდის თუ პატარას და განსაკუთრებით ახალგაზრდის უსაზღვროდ დაბინძურდა. ჩვენ, როდესაც გინებას ვძალავთ კანონის ზალით, ეს არის როგორც სამედიცინო ენით რომ ვთქვათ, შედეგებზე ბრძოლა. მიზეზები უნდა გამოსწორდეს. ჩემო ქართველებო, აბა გინება კაია, განსაკუთრებით ამ სასტავს მოგმართავთ. მიზეზები უნდა გამოსწორდეს. მიზეზები კი არის ის, რომ უნდა შეწყდეს ლიბერალური იდეოლოგიის პროპაგანდა და ზნეობრივ ქრისტიანული იდეოლოგიის სწავლების პროპაგანდა უნდა დაიწყოს. უნდა დასრულდეს ჩვენს ქვეყანაში. აპატიეთ ამ სიტყვებისთვის და თუ სადმე ბოზი და მამათმავალია, აპატიეთ კიდევ ამ სიტყვისთვის, მათი რეკლამირება უნდა დასრულდეს და წინა რიგში წამოიწეს რეკლამირება უნდა გაუკეთეს იმ ოჯახებს, სადაც მრავალშვილიანები არიან, სადაც ღირსეული შვილები დაზარდეს, კულტურული ზრდილობიანი შვილები რო დაზარდეს, ისეთი ოჯახების წინ წამოწევა უნდა მოხდეს. ამისთვის კი აუცილებელია გაუქმდეს ანტიდისკრიმინაციული კანონი, უნდა გამოვიდეთ ეგრეთ წოდებული სტამბოლის კონვენციიდან, უნდა გაუქმდეს ეგრეთ წოდებული ბავშვთა უფლებების სახელწოდებით რო არის კანონი მიღებული, სინამდვილეში ბავშვების გაუბედურების კანონი როა მიღებული, მარტო უფლებებზე რო ველაპარაკებით ბავშვებს, უფლებები და მოვალეობებს რომ არ ვახსენებთ, ბავშვებს არც ვასწავლით. ეს კანონი უნდა გაუქმდეს ეგრეთ წოდებული გენდერული პოლიცია, უნდა გამოვიდეს ამინისტია და ეგრეთ წოდებული ოჯახის ძალადობის შედეგად კაცების პატიმარების ნახევარი რო არის ლამის ოჯახურ ძალადობაზე გასროკილი და
ციხეში დაშენებული თავზე უნდა გამოვიდეს ეს ხალხი გარეთ და ოჯახებს, შვილებს უნდა დაუბრუნდეს მამები. უამრავი მიზეზები არსებობს, რამაც ერი მიიყვან ამ ზნეობრივ გადაგვარებამდე. ყოველ ფეხის ნაბიჯზე დიდ და პატარა რომ უბინძურესი ტექსტით ბილდს სიტყვაობს. ჩვენ კი მარტო შედეგებზე გვაქვს ორიენტირება. ამიტომ გვეშველება რა მე? აბა გინება კაია, ამ ხალხს გეკითხებით. გვეშველება რა მე? მე მაინც იმედი მაქვს, რომ ჩემ ქართველ ერში მოიძებნება ძალა იმისა, რომ ის რაც ყნის და ანადგურებს ჩემს ქართველ ერს, რაც გენოციდს უწყობს ჩემს ქართველ ერს, რაც ნეობრივად გუბსკურში ჩეხავს ჩემს ქართველ ერს, განეიტრალებს. მოძებნის ძალას ჩემი ერი. ერთმა ისმინოს. დაგლოცოთ მაღალ მაღბერთი.